ახლა რავი რო გითხრა 4-ზე იხოხიალე გახვედი ბოლოში ამოგზურა სული რასაც ქვია დაიღალე გაასწორე თორე გახოხიალებ მე შენ როგორც საჭიროა გაიგე მე არ ვაკეთებ არასპორტულ საქციელს შენი მაბრალებ დავინახე გარგაბრალებ რავი რა დაინახე მიხატებული ხო არ გაქვს ეგ თვალები დაინახე ის რაც არ მომხდა ბიჭო შენ შეურაცხყოფებს თავი დაანებე თორე მიგახატებ შენ გაინახე ურაცხყოფა შეურაცხყოფა ნუ მიიღებ შენ მაბრალებს ნუ მივიღე ბიჭო შეურაცხყოფას ვაღე რას ნუ მივიღე მე რამდენად უნდა გითხრა ბიჭო შენ ლუკა პიტბულ კახიშვილისა და ლევან გუდიანი ციკლაურის მრავალწლიანი საგაგრძელდება ამჯერად რემატჩით პირველ დაპირისპირებაში გულშემატკივარმა 5 რაუნდიანი დაუნდობელი ჯახი იხილა საჯების გადაწყვეტილებით გამარჯვება ციკლაურს დარჩა თუმცა გულშემატკივრების ნაწილი და თავად პიტბული ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება სწორედ ეს მოცემულობა ქმნის რემატჩს 1-2-ად საინტერესოს სალამი პიტი როგორ ხარ ოტა შვენიერია თავად არამიშა კეთყობა მუშტებზე ვარჯიშობ ესე იგი არა და უმეტესად თუ სტრიმელ ხოლმე თამაშობდა როგორც ჩანს ჩუმჩუმად იმზადები კი ბიჭო ის არის კაუნტერში ვარჯიშობ რა ხოცვაში ხოცვაში ვარჯიშობ რომ იქიდან ხო არაპირებ რომ მესროლერავე არა მუშტებს გესვრი მარტო კი ბატონო მუშტებს სიამოვნებით მივიღებ რაღაც არ ამგონია სიამოვნებით მიიღო ჩვენი წინა ჩხუბის მერე მაგრამ ოკეი მიიღე როგორც გინდა ისე მიიღე გამოჩნდება რინგზე რო ავალთ გამოჩნდა ერთხელ უკვე რა გამოჩნდა და შენ დასისხლიანებული თავი და დასიებული მეორე თავი რო ქონდა გამოსული ზოლის მერე 4-ზე მე არ ვიდეგი 4-ზე რა შუაშია და ხოხვით მიხვედი კუთხესთან მერე რა რავი მერე 19 წლის გამოცდილების მქონე სპორტსმენს რო 5 რაუნდი ეჩხუბები მით უმეტეს როცა აკრძალულ ილეთებს გამოიყენებს და ჭიდაობის ილეთით წაგაქცევს ორჯერ პახში მოგარტყავს ერთხელ მუხლს და გახვედრებს მე მგონი არ უნდა იყოს მერე მარტივი ფეხზე წამოდგომა 5 რაუნდის მერე მით უმეტეს არ მეთანხმები? რეალობას თვალი უნდა გაუსწორო ყოველთვის. მერე გაუსწორე. არ ყოფილა არც პახში დარტყმა, არ ყოფილა არც მუხლის დარტყმა და ეგ შენი აზრი არის და ჩემი აზრი არ არის. რეალობას თვალი გაუსწორე მე მაგიტო გეუბნები. ეგ შენი აზრი არის. რო შეხედავ ყველაფერს ხედავ. ეგ შენი მიუღებლობა არის რეალობაში. სრულად გეთანხმები, რომ 19 წლის მქონე სპორტსმენს რამდენს გაუკაჩავ, ბრავო, რესპექტ და მაგიტო გითხარი ადგილზე, მაგიტო მოგეცი რევანშიც, რომ მაგრად მებძოლე, მე სიამოვნო ბძოლა. არ გავდინა სიამოვნებს არ გავდინა. დამიჯერე გაოცდი შენი შესაძლებლობებით. კი ბატონო, შენ თუ მაგას სიამოვნებას ეძახი. შენ თუ მაგას სიამოვნებას. მე ბძოლას ვეძახი სიამოვნებას. არა, მოიც გითხრა, მოიც. მაშინ უფრო მაგრად გასიამოვნებ. შენ შემოგევლოს ჩემი თავი. ბევრად უფრო რინგზე მიიღებ სიამოვნებით. ისე თუ გახსოვს, მეორე თუ მესამე ჩვენი ტრეშტოკი იყო საუბარი, მაშინაც გითხარი, ერთხელ რომ მოგიგებ მე მეორედ მოგიგებ მეთქი და რავი, თუ გინდა ისე არ იქნება, მაგის პრობლემაც არ შეგექმნება, შემიძლია ამ მარცხის შემდეგ კიდე ერთხელ მოგცე ერთი რამე. ეგ არის მომოგება, მე ის ხამარი დაიმტვერა ძალიან რა და გაგატანე გასაწმენდა ხო, სახში. და ეხა სუფთას დავიბრუნებ რა. არ არის პრობლემა. ანუ ეგ შენ პრიმასე. მე ვიცი ძალიან როგორ არის და მე მითხარი. მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, ასევე პროფესიონალი სპორტსმენები, ვინც ჩემ აზრზე არის და ვინც დაინახა რა. მე მიდევს ვიდეო, განხილვა ჩვენი ბრძოლის რა და იქ შენელებულ კადრებში ძალიან მარტივად მაქვს ახსნილი რა, როგორ და რანაირად და ჩანს ყველაფერი რა და ეს ბევრმა ადამიანმა დაინახა. ბევრმა შეიძლება ვერ დაინახა ან არ უნდა დანახო, ასევე შენც. ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რა, მე ვიცი რა როგორ იყო, რანაირად იყო და ეხა მეორე ბრძოლაზე მე გავაკეთებ ისე, რომ ესეთი რაღაცეები აღარ განმეორდეს რა. გაიგე? აღარ განმეორდება ესეთი რაღაცეები, ამას მეგეუბნები, შენ კი არა. მეგეუბნები, რომ შენ თუ სიბინძურეს იზავ და იკადრებ, აი მე უკვე სხვანაირად იქნება რა. მე ვიძახი, რომ ეს არის სპორტი, აქ თავისი წესები რა. იქ ჩუმად ფეხის დახვედრება, რაღაცეების და გინდაც ინსტინქტი იყოს რა. გინდაც ინსტინქტი შეიძლება არ გინდოდეს, მაგრამ ინსტინქტურად გააკეთო, მაგრამ მე მაგასაც აღიარება უნდა, გაიგე? რომ აი კი ინსტინქტურად მოხდა და მომივიდა რა. ეგ არ პირიქით.
ცუდი კი არაა, კაია პირიქით აღიარება რო შეგიძლია ადამიანს, გაიგე? მაგრამ შენ ეს არ შეგიძლია რა. ხო და ეხლა გაჩვენებ მე შენ. როგორ უნდა ბრძოლა? აი როგორც ქუჩაში, როგორც ჩემ მტერს, ისე უნდა გეჩხუბა. მაგრამ ვიმეორებ და კონკრეტები კიდე რომ არ ხარ შენ ჩემი მტერი, პატივს გცემ, ვაფასებ შენ გამოცდილებას და რასაც აკეთებ სპორტისთვის. ვაფასებ, პატივს გცემ, მაგრამ რინგზე შემოხედავ როგორც ჩემ მტერს და როგორც შეგპირდი, დაგამტვრებ. როგორც შეგპირდი. მაგრამ მე რა თქმა უნდა ჩამოგართმევ ხელს და გადაგეხვევი ბრძოლის შემდეგ აუცილებლად. კარგი. პატივის ცემით. დაუბრუნდები ისევ ჩვეულის ცხოვრების სტილს და რიტმს. ცუდად არ ჩამოყალიბე, კი ბატონო, მაგრამ ნახე, რო იძახი არასპორტულ საქციელ ჯერ ერთი არ ჩამიდენია, მეორეც ერთი მუხლის დახვედრება, არც ინსტინქტი არ ყოფილა და არც მუხლი არ დაგიხვედრებია. უბრალოდ ეს სიტუაციას კარგად წაადგა როგორც შენი მხრიდან აყოლის, ანუ ააგორა ეს სიტუაცია კარგად და უშუალოდ გამასაც ახლა ეს ინტრიგები სჭირდება. სიამონებს ინტრიგა რა შუაშია. მოდი, დამამთავრები, ნახე ხო დაგამთავრებინი აზრი. ეხლა შენ დამამთავრები. ეხლა ვიძახი იმას, რაც არის სწორი და. კაი, მაშინ მოდი, შავი პიარი დავარქვათ, რაც გინდა ის დავარქვათ რა. ჭირდება ეს ყველაფერი ამ გალ დამამთავრებინი. თუ არ დამამთავრებ, მაშინ ელაპარაკე და ვიქნები ჩუმად ესე და შენ თავს ელაპარაკე მაშინ. როცა ვამბობ აზრი დამამთავრებინე და მე ხო დაგამთავრებინე და დამამთავრებინე, მაგრამ ისეთ რაღაცას იცახე რომ ინტრიგა უიძახი, ეს მოდის პირდაპირ ჩემზე. მე ინტრიგანი არა. დავამთავრებ საუბარს. მაშინ არ გაიმეორო იგივე. საუბარს დავამთავრებ, გითხარი რომ შევცვალოთ მეთქი შავი პიარი დავარქვათ, თუ გინდათ, არ არის პრობლემა. ნავრალთა გადანაცვლები ჯამი მაინც არ იცვლება. უბრალოდ როცა იმ დროს და უშუალოდ გამას შეჯიბრის დროს ალბათ რავი 1-7-8 კამერა შეიძლება მეტიც იღებდეს. შესაძლებელი იქნებოდა რომ გვერდითავ კადრებიდან ყოფილიყო ამოღებული, სადაც აშკარად ჩანს რომ ჩემი მუხლი შენ სახეს საერთოდ არ ეხება, მაგრამ საჭირო იყო იმ მომენტში რომ ესე გაეკეთებინათ, ის კადრი არის ჩასმული, სადაც ეგ ჩანს და შენც რახან დაიჭირე, მორჩა გაქრა ის სხვა კადრები. ანუ რა არ ეხება, მუხლი ხდება და თავს მაქნევინებს ასე და არ არის გეუბნები და რა ფაქტი ერთი იყო. კიდე განა, ხო განახე ერთხელ, ფაქტი ერთია, ნახე დამამთავრებინი, აზრი დამამთავრებინი. რამდენჯერ მაწყვეტინები ახლა. მე ხო დაგაცადე, წეღანაც არ იყო ის რაც ისაუბრება და დაგაცადე საუბარი. მე რასაც ვიძახი, ყველაფერი ისია, როგორც ვიძახი. საუბარი დაგაცადე, დამაცადე საუბარი. თუ არა და რა შენ ვიჯდები ესე ჩურმა და ილაპარაკე შენ თავს ელაპარაკე. რა არის იმაზე ვერ დაგაცდი მე ძმაო, გისწორებ რომ არ არის თქო ეგრევე. შენ ვერასდროს ვერ შემისწორებ. შეგისწორე უკვე და გეუბნები და მაცადე, ან მაცადე და ვისაუბრო თუ არა და მაშინ რა გავჩუმდები და მაშინ რისთვის არის ეს ჩაწერა. ვისაუბრე ისეთი რაღაცა რაც შეუძლია. საუბრობ იმას რაც არის სწორი, რაც იყო იმ მომენტში. არ არის სწორი. შემდეგ გავაგზავნე ეს ვიდეოები იქით, აქეთო, ნუ რავი, ნახეცო ბევრმა დააკომენტარაო და ასე შემდეგო. თუ ვინმე მაგ ბრძოლაში ამბობს, რომ მე სადმე დავმარცხდი, ეს მისი შენდამი გულშემატკივრობა არის, ან უბრალოდ ჩემდამი შური. თორე მეტი გამორიცხულია, სუფთად მოვიგე ეს ბრძოლა. მაგრამ ისევ ეს ბრძოლა იმიტომ ვაწარმოე ესე, რომ კუთხიდან გამომდინარე ვიღებდი მითითებებს და შენ თავიდანაც გითხარი რომ სასწორზე მე ძალიან ბევრი მედო. მე როცა გითხარი სიტყვები, მე ვარ კაცი, რომელიც სიტყვას რომ ამბობს, იმას ასრულებს ყოველთვის. და რო წამეგო მე ეს ბრძოლა ეჭვი არ შეგეპაროს, რომ დღეს აქ აღარ ვიჯდებოდი. და საერთოდ ტოვებდი სპორტს. ამიტომ გავაკეთე ის, რაც კუთხემ მითხრა. ეხლა სასწორზე არაფერი არ მინდევს და საერთოდ სხვა სურათი იქნება ბრძოლის. ეჭიდავე კუთხემ გითხრა? ჭიდაობით მე საერთოდ არ მიჭიდავია. და ეს იყო ბრძოლის დინამიკაში მომხდარი, შენ რო გირტყავი და მუცელში რო მოგარტყი და მოიკეცე, დამეკიდე ხელზე და მე უბრალოდ სპორტულად გასვლა გავაკეთე და მოგიშორე. გასვლა არ გააკეთები, ასე მომიქნიე და მე გახვიდე. ვიდეო ბევრმა ნახა და ყველა ხედავს რომ რა იყო და როგორ იყო. აი, პროსტა აზრი არ აქვს რა, ხა არა აქვს აღიარების ის რომ აი ესე იყო და ხო რა მოხდა რა. მე იმას კი არ ვითხოვ რომ ვინმე რამე შეცვალეთ. მე პროსტა ვიძახი რაც ფაქტი იყო და რაც ჩანს კამერებში კარგად რა და. შენ თუ გინდა აღიარე, თუ გინდა ნუ აღიარე, მაგასაც არ აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა და ვაფშე მაგაზე ლაპარაკს, საერთოდ აზრი არ აქვს. იმიტომ რომ წინ ბრძოლა გველოდება.
ბატონო, აი ეხლა გეუბნები ზუსტად, მაგას გეუბნები, მაცადე ერთ მაგის გულისთვის ლაპა არ დამიმთავრებია და რა გაცადო. მე ვსაუბრობდი რომ ჩავიჭერი საუბარში ისე და დამაცადე რომ დავამთავრო მეთქი ეს. მარტო შენ უნდა ისაუბრო? სათქმელი დავამთავრებინე, მე ხო მოგისმინე. შენ გისმე. ხო მოგისმინე წეღან რო გისმინო მაშინ და ჩაგერთე, იმიტომ რომ აზრი გამიჩნდა და უცვლით აზრი. გავიგე, მაგრამ აზრებს რო დამაცადე შენ რო დაგაცადო შეგიძლია მთელი 2 დღე ილაპარაკო და ეხა 2 დღე ვერ დაგაცადო. ამ თემას ვსაუბრობ, ამთავრებ და დამამთავრებიან. თუ არ მომთავრებინე, მაშინ ილაპარაკი, არა მაქვს პრობლემა, გავჩუმდები და მიდი ისაუბრე. ბიჭო, აზრის გაცვლა იცი რას ნიშნავს? აზრების გაცვლა იცი რას ნიშნავს? ხო იცი? მე მგონია რომ იცი. გააგზელე ისაუბრე, მაშინ გასწი საუბარს. ანუ არ მაცდი საუბარს რომ დავამთავრო აზრს. აი აზრს არ მომთავრებინებ და რანაირად მიცვლი აზრს. ბიჭო, რამდენი აზრში მეჭედები. გავიგე, კაცო, დაამთავრე, მინდა რომ დაამთავრებ თქვი და მე ვილაპარაკებ მაშინ. შენ რომ მოითხოვე რევანში, რინგზევე გითხარი ხოობა ეგრევე. ეგ მესამეთ მეუბნები მაგას. ხო, იმას გეუბნები რომ რატო უნდა გეჩხუბო და შენ რომ დაიწყე შემდეგ ის მომარტყა, ეს მომარტყა, მუხლი მომხდა რაღაცები, აი მან დაიკარგა ჩემთვის შენში მებრძოლი. მებრძოლი არ წუწუნებს. აი ვაფშე არ მაინტერესებს შენი აზრი რა. მოდის პირდაპირ. ვაფშე არ მაინტერესებს შენი აზრი მაგას. რა შენ გაინტერესებს თუ არ გაინტერესებს. შენ რა დაიკარგა და რა არ დაიკარგა. აი საერთოდ არ მაინტერესებს. ვაფშე არ მაინტერესებს. მე ზუსტად მაგიტომ მიგიღე რინგზე რომ შენ მებრძოლად ჩაგთვალე. და ახლა რავი რო გითხრა 4-ზე იხოხიალე გახვედი ბოლოში ამოგზურა სული რასაც ქვია დაიღალე. ლაპარაკი გაასწორე, თორე გახოხიალებ მე შენ როგორც საჭიროა, გაიგე? დავდგებით რინგზე და გამოჩდება იმის ახოხიალებს. როგორც საჭიროა, გაიგე? ლაპარაკი. ერთი მაშინ მახოხიალე და მეორე ეხლა შენ კამერებთან რო თამაშობ, თავმდაბალი ტიპის როლს და მე რეაქტ მე არასდროს არაფერს არ ვთამაშობ. ტექნიკურად რაღაცები ხდება პირიდან, ბიჭო, ეგრე არ შეიძლება. მე ყველაფერს ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და არასდროს არ ვთამაშობ. გახოხიალო იმ რინგზე მაგას განახებ, აი მაგ სიტყვების გამო. გამოჩნდა ვინვის მე არ დამიწყია, კარგად დაინახავს ყველა რა. აი ეს ტექნიკური მოძახებები რაღაცეების, გაიგე? მაგას გაჩვენებ შენ რა იყო და რა არ იყო. აი გაჩვენდი. ნუ წინს რეალობა ეგ საწმენი იცი რა მუხლი დამარტყავ შეურაცხმყოფელად გაიგე მუხლი დამარტყავ სპორტსმენ კაცი რომელიც არ ვიცი არასპორტულ არ ვაკეთებ არასდროს გააკეთე უკვე როგორ არა მე არ ვაკეთებ არასპორტულ საქციელს შენ იქ მაბრალებ და გარგა ბრალებ რავი რა დაინახეთ მიხატებული ხო არ გაქვს ეგ თვალები დაინახე ის რაც არ მომხდა ბიჭო შენ შეურაცხყოფებს თავი დაანებე თორე მიგახატებ შენ დაინახე ის რაც არ მომხდა შეურაცხყოფ ლაპარაკი არის ის შენ ლაპარაკი ძალიან კარგად ვიცი და შენ მეუბნები ისეთ რაღაც რაც არ ყოფილა. შეურაცხყოფას რატომ? შეურაცხყოფას არ გაყენე. აბა რა, თვალები მიხატული გაქვს ეგ რა. შეურაცხყოფა არ არის. შეურაცხყოფა. შეურაცხყოფა ნუ მიიღებ, ნუ შენ ნაზრალია ნუ მივიღე, ბიჭო, შეურაცხყოფას ვაღე, რას ნუ მივიღებ? მე რამდენად უნდა გითხრა, ბიჭო, შეურაცხყოფას. მე რამდენად უნდა გითხრა. ფაქტი რაც იყო, იმაზე ისაუბრე. ამასთან ლაპარაკს აზრი არა აქვს რა ბიჭებო რა. ანუ მე არ შემილია ამბის და ჩხუბი მომივა უეჭველი რა. აი უეჭველი ჩხუბი მომივა, ავდგები და უნდა ვიჩხუბებ რა. გაიგე? იმიტომ ხო და მაგიტო ვიძახი რა ეხლა რომ ანუ შეუძლებელია ამბისთან ჩემთვის ლაპარაკი რა. და უნდა ავდგე და უნდა წავიდე ეხლა და მოვიდე 27-ში და უნდა დავამტვრეო, იმიტომ რომ შეურაცხყოფებს იყენება რა და მე არ ვარ ის ტიპი რომ ამის შეურაცხყოფები ესე ავიტანო, გაიგეთ? ხო და ბოდიში, მაგრამ ეხლა მე ვდგები აქედან და მივდივარ რა და მოვალ 27-ში და აი ამას ვახოხიალებ სახით. და მოემზადე რომ აუ, შენი საქმე არ არის მე როგორ მოვემზადე რა. ისე კარგად იყავი აბა.